ახალი სასწავლო წლისთვის აბსოლუტურად ყველა სკოლა ხდება მომზადებული იმისთვის, რომ განახდეს სასწავლო პროცესი. სასწავლო პროცესის განახლება მხოლოდ 12 სამუშაო დღით გადაიდო ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში, რომელიც უკავშირდება იქ მიმდინარე მასშტაბურ მოცულობით სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აბსოლუტურად ყველა დანარჩენ სკოლაში რეგიონის მასშტაბით მოხდება სასწავლო პროცესის დაწყება. მნიშვნელოვანია, რომ ისევ რეაბილიტაციიდან გამომდინარე, რამდენიმე სკოლა დროებით ახლომდებარე სკოლაში განახლებს სასწავლო პროცესს, მაგრამ ამავდროულად ტრანსპორტირებას მოსწავლეების უზრუნველყოფს სამინისტრო. რაც შეეხება სასწავლო სივრცეში ახალ, ასე ვთქვათ, რეაბილიტირებულ გარემოში დახვედრას, 11000-ზე მეტი მოსწავლე სრულიად ახალ რეაბილიტირებულ, ახალაშენებულ გარემოში მიიღებს უკვე ახალი სასწავლო წლიდან განათლებას. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. გრძელდება ასევე ის პროექტები, რომელიც უკავშირდება სასწავლო გარემოში მოსწავლეებისთვის ბუკების, სახელმძღვანელოების მიწოდებას. ასევე უზრუნველყოფილი იქნება საჯარო სკოლებში საბიბლიოთეკო სივრცეები. წელს გავაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელება, რომელიც გულისხმობს სპორტული ინვენტარის მიწოდება სკოლებისთვის, რომელიც გულისხმობს სპორტდარბაზების გარეღია სპორტული მოედნობის მოწყობას. ასევე გრძელდება პროექტები, რომელიც უკავშირდება უშუალოდ სამუსიკო განათლების გაძლიერებას საჯარო სკოლებში, არაფორმალური განათლების ხელშეწყობას და ბუნებრივია გავაგრძელებთ მუსიკალური ინსტრუმენტების პროექტების შეძენაც. გრძელდება სასკოლო კლუბების მხარდაჭერა, სხვადასხვა კონკურსების, ოლიმპიადების ჩატარება და ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ახალ გარემოში, ახალ სასწავლო წელს მასწავლებლებს დახვდეთ ერთვის მხრივ ახალი გარემონტებული და რეაბილიტირებული გარემო, ამავდროულად დახვდეთ ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო პროცესები. ეს ყველაფერი ბუნებრივია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ სიახლეებთან ერთად, რომელიც უკავშირდება ახალი საგლების შემოტანას. მოგეხსენებათ, ჭადრაკი დაიწყება უკვე როგორც დამოუკიდებელი საგანი პირველ კლასში, ასევე დამატებითი საგნების სახით შევთავაზეთ ჩვენი საქართველოს ისტორია. მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა მიმართულებით რა სიახლეებზეც არის საუბარი, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა, მიმდინარეობს ეს პროცესები და შესაბამისად სასწავლო პროცესს შევხვდებით მზად. უკრაინულ სექტორს ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში საფუძველი უკვე სასწავლო წლის დასასრულს ჩაეყარა და მაშინ ჩვენ 100 მოსწავლით დავიწყეთ ეს პროცესი. ზაფხულის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობთ შესაბამის მხარეებთან იმისთვის, რომ უკვე მომდევნო კლასებში შეგვეთავაზებინა მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი განათლება, უკრაინული პროგრამით და ბუნებრივია ეს პროცესი გვაძლევს შედეგად იმას, რომ უკვე 900-მდე მოსწავლე ახალ სასწავლო წელს შეხვდება ბათუმში უკრაინულ სექტორზე. აბსოლუტურად ყველა ის მოსწავლე, რომელიც მოვიდა სამინისტროში, სკოლაში და რომელსაც ასე ვთქვათ, აკმაყოფილებდა უკრაინულენოვან სექტორში ჩარიცხვის კრიტერიუმებს, ჩვენ მივიღეთ, ეს პროცესი გრძელდება და ყველას სრული შემთხვევაში შეუძლია მიმართოს შესაბამისი სკოლის ადმინისტრაციას.